მოგესალმებით ყველას, რაც შეეხება განვლილი თამაშის შემდეგ გუნდში არსებულ სიტუაციას, რა თქმა უნდა, დადებითი ემოციები ჭარბობს. ძალიან მნიშვნელოვანი სამრეკლო ავიღეთ. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ჩვენთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავდა, თუმცა უნდა გამოვყო ის ფაქტორი, რომ ბოლო წამებზე მოგებულ თამაშში კიდევ უფრო მეტი დამატებითი სტიმული და უფრო დიდი ემოციები მოყვება და ამ ხრივ ყველაფერი ძალიან კარგად არის. მზადების პროცესში ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად ვეცადეთ და ძალები აღვიდგინეთ. გუნდში ნორმალური საბრძოლო მდგომარეობის სიტუაციაა. ტრავმების ხრივ არანაირი სერიოზული პრობლემა არ გვაქვს. არსებობს მცირე დისკომფორტები, ტრავმები, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ამბავია ფეხბურთში. ვთვლი, რომ ხვალინდელი თამაშისთვის მზადა ვართ, დანარჩენი ინდორზე გამოჩნდება ყველაფერი. რაც შეეხება ლომინაძეს მცირე დისკომფორტის მიუხედავად ის მზად არის ხვალინდელი თამაშისთვის, ახალ 23 ფეხბურთელით ვართ ჩამოსული. ნებისმიერი მათგანის მოედანზე გამოჩენა ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, მე მათი ყველასი მეიმედება, მათი ყველასი წამს, ამიტომ ის თუ ახალი სახე გამოჩნდება, არ გამოჩნდება, რა დროს გამოჩნდება, ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება თამაშის შინაარსზე, ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ კონკრეტულ სიტუაციაში რომელი ფეხბურთელი გახდება საჭირო. რაც შეეხება ყვითელ ბარათებს, რა თქმა უნდა, საუბარი ქონდა, კიდევ გვექნება, ადრეც ქონდა, უბრალოდ ერთადერთი რაც ყველამ უნდა იცოდეს, ეს არის ის, რომ მართოს საკუთარი ემოცია, მართოს მსვლელობაში ასაკის გათვალისწინებით ეს ყველაფერი ვფიქრობ, რომ ხშირია, არა მარტო ჩვენთან, არამედ სხვაგანაც, მაგრამ ისინი პროფესიონალები არიან, ისინი დღეს ქვეყანას წარმოადგენენ, პასუხისმგებლობა ძალიან დიდი აქვს და თითოეულმა მათგან ინდივიდუალურად უნდა შეიგრძნოს და იგრძნოს ის, რომ თავის საკუთარი ემოცია მართოს უკვე თამაშის სრულების დროს თუ რაც არ უნდა რთულ სიტუაციაში იყოს ამა თუ იმ მომენტში. ვფიქრობ, რომ ამ ხრივ პრობლემა არ იქნება, ისეთი მოწინააღმდეგე გვყავს, რომ რეალურად დიდი мотиваცია არც გჭირდება, ყველას გააზრებული აქვს, ყველამ ძალიან კარგად იცის ის თუ ვისთან გვაქვს თამაში, თუ რა დონის გუნდს ვეთამაშებით და ამ შეხვედრაში ყველაფერს სწორად დაგეგმვის შესრულების და თავის გამოჩენის შემთხვევაში სულ სხვა ასპარეზი იშლება ჩვენს წინაშე, როგორც გუნდურად ნაკრები იყოს ამ შემთხვევაში ხედველობაში. ასევე თვითონ მათ ინდივიდუალურ ცხოვრებაში, ამიტომ დაგაწმუნებული ვარ, ამ ხრივ პრობლემა არ იქნება არაფერში. ერთ-ერთი დიდი мотиваცია არის ჩვენთვის ის, რომ სწორედ ესეთ გუნდებთან ვითამაშოთ. არა ვართ განებივრებული, წინათაობა სხვათა შორის ქონდა ტოპ გუნდებთან თამაშის გამოცდილება. კონკრეტულად ამ თაობისთვის ეს არის ყველაზე დიდი გუნდი, რომელთაც ჯერ მათ ქონდა კარგ გუნდებთან თამაშები, ძლიერ გუნდებთან. მე არავის არ ვადარებ ერთმანეთს და არც არავის არ ვაკნინებ, მაგრამ თავის სტატუსით საფრანგეთის ნაკრები სულ სხვა. ეს არის გუნდი, რომელიც ნებისმიერ დონეზე, ნებისმიერი ასაკობრივი, რა თქმა უნდა, ეროვნულიც მათ შორის ყოველთვის არის თავარი თუ არა, ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი მაინც, ამიტომ ჩვენთვის დამატებითი мотиваცია ეს ყველაფერი სუფთა გუნდურ პლუსებზე თუ ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, შესწავლილი ყავს, რა თქმა უნდა, ნახეთ მათი ბოლო თამაში, ძალიან ძლიერი გუნდია, ძალიან კარგად დაბალანსებული. ჩვენ რა უნდა დავუკავშიროთ ის, რასაც ყოველთვის ყველასთან ვაკეთებდით, ეს არის ის გუნდური პრინციპები, რაც გვაქვს, იმიტომ რომ ესეთ მეტოქეებთან თამაში გუნდური პრინციპები არის ნომერ პირველი, რაც უნდა დავიცვათ, ამის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება და პლუს ინდივიდუალური პასუხისმგებლობა თითოეული ჩვენგანის. ეს მე ვიქნები სამწნულო შტაბი იქნება თითოეული ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე გამოვა თუ ვერ გამოვა, ინდივიდუალურად ეს უკვე ჩვენი გასაკეთებელია, მე გულისხმობ, რა თქმა უნდა, მაქსიმალურ კონცენტრაციას თითოეულ მონაკვეთში, იმიტომ რომ ჩვენ ვლაპარაკობთ ტოპ გუნდზე, მათი პირველი განმასხვავებელი ის არის, რომ ისინი არ პატიობენ არანაირ შეცდომას, რომელსაც დაუშვებს გუნდი გუნდურად იქნება ეს თუ ინდივიდუალურად, ამიტომ ამისთვის უნდა ვიყოთ მზად. დანარჩენი ნახოთ, მეც ინტერესს ვველოდებით ამის. უდიდესი мотиваცია პირველ რიგში ესეთი გუნდის წინააღმდეგ, ესეთ დიდ ტურნირზე თამაში, საქართველოს ნაკრების მაისურით უდიდესი პასუხისმგებლობაა, დიდი პრივილეგიაა. რაც შეეხება თვითონ საფრანგეთს, ჩვენ მზად ვართ, არ აქვს მნიშვნელობა ვის წინააღმდეგ გავალთ მოედანზე სათამაშოდ, ჩვენი თამაში გვაქვს და ამ თამაშს ვითამაშებთ. დანაკლისი აქვთ, მაგრამ მაინც ძალიან ვარსკვლავური შემადგენლობა, მაგრამ ჩვენ პრობლემას არ გვიქმნის, ეს გამოწვევა, ეს პირიქით ნებისმიერი ფეხბურთელისთვის კარგია, როცა ესეთი დონის ვარსკვლავთან გიწევს თამაში.